პირველ რიგში მინდა კითხო ამის მნიშვნელობაზე, რადგან ეს ამბავი ახლახან მოვიდა. Ვიცით, რომ ლიბანი ამბობს, რომ ირანის ელჩმა იქიდან უნდა წავიდეს. ასევე ვიცით, რომ ტერორისტული ჯგუფი ჰეზბოლა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, ლიბანშია. ამიტომ საინტერესოა ლიბანის მთავრობის განცხადება, რომელიც მიუთითებს, რომ ირანის ელჩმა რამდენიმე დღეში ქვეყანა უნდა დაატოვოს. ეს სიმბოლური რამ არის თუ უფრო მეტად ნაბიჯია, რომელიც დამატებით ზეწოლას ახდენს როგორც ირანზე, ასევე ჰეზბოლაზე. როგორც მე და შენ უკვე გვისაუბრია და როგორც შენმა ბევრმა მაყურებელმაც იცის, ირანსა და ჰეზბოლას ურთიერთობა აცლეულები აგრძელდება. ირანი იყო ჰეზბოლას შექმნის მთავარი მიზეზი ლიბანში 80-იანების დასაწყისში. ამიტომ, თუნდაც ირანის ელჩს ლიბანში პირდაპირ და ყოველდღიური გავლენა არ ჰქონდეს ჰეზბოლაზე, როგორც ორგანიზაციაზე, ეს მაინც გარკვეულწილად აშკარა გზავნილს აგზავნის. დასაკვირველია, როგორ რეაგირებენ ირანი და ჰეზბოლა. თავს დაესხმება ჰეზბოლა ლიბანის მთავრობას? ალბათ არა, მაგრამ ეს კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას ირანსა და ჰეზბოლაზე. გაჩვენებთ პირდაპირ სურათს ბეირუთიდან, ლიბანში. რადგან ისრაელის არმია აცხადებს, რომ იერიშებს ჰეზბოლას ბასტიონებზე ახორციელებს. ეს გარდა ირანში ისლამური რევოლუციური გვარდიის ბასტიონებთან მიმდინარე მოვლენებისა. აქ კვამლი არ ჩანს, თუმცა ცოტა ხნის წინ ცოტა კვამლი დავინახეთ. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ აგრძელებენ თავდასხმებს და დასრულების თარიღი უცნობია. როგორია ამჟამად სიტუაცია? მეოთხე კვირაზე პრეზიდენტ ტრამპს უსმენთ. მან თქვა, რომ ეს შეიძლება მალე დასრულდეს, რომ ის ირანის ხელისუფლებასთან მუშაობს, რათა შეთანხმებას მიაღწიოს და ეს ყველაფერი ერთბაშად დასრულდეს. მაშ, როგორია ახლა სიტუაცია? ახლა დასასრულთან ახლოს ვართ. დიახჯოში ეს $1,000,000 შეკითხვაა. დავუბრუნდეთ 28 თებერვალს, როდესაც დაიწყო ისრაელისა და აშშ-ს სამხედრო კამპანია, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ოპერაციები შეიძლება გაგრძელებულიყო 4-დან 6 კვირამდე. ეხლა მეოთხე კვირაში ვართ. ეს იყო თავდაპირველი გრაფიკი, რომელსაც ყველა ისრაელის ყოფილი სამხედროების მხრიდან ასე თუ ისე გეგმავდა ალბათ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე კვირაში ვართ, არ ჩანს, რომ ირანელები მზად იყვნენ დანებებისთვის. სადმე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, იქნება ეს ძველი ადგილები, ჟენევა, ომანი თუ სხვა ადგილი, სადაც ისინი აშშ-სთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებს მართავდნენ. და შენ და მე უკვე ვისაუბრეთ ამაზე წარსულში, რომ შევეცადოთ შეთანხმებას მივაღწიოთ. ისინი ჯერ კიდევ იბრძვიან, მაგრამ ბევრად ნაკლები სამხედრო შესაძლებლობებით, ვიდრე 1 თვის ან 3 კვირის წინ, როცა ეს კამპანია დაიწყო. მიუხედავად თავდასხმისა, მათ ისევ აქვთ რაკეტებისა და დრონების ნაწილი და იყენებენ ამ რესურსებს. სამხედრო თვალსაზრისით ირანი ყოველდღიურად სუსტება, მაგრამ საბრძოლო შესაძლებლობები ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს. კითხვა ასეთია: რამდენ ხანს გაგრძელდება კამპანია და რას გააკეთებს ირანი? ისევ, დაბრუნდებიან ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა შეერთებული შტატების მოთხოვნები მიიღონ. 28 თებერვლამდე ბრძოლა კიდევ 1 თვე გაგრძელდება დაახლოებით. ძალიან რთულია ამის ცოდნა. ეხლა დიახ, ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აქ ბევრი კითხვა არსებობს. რაც შეეხება ამერიკული ჯარების ირანის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობას, ამ ეტაპზე ეს არც კი ჩანს შორეულ შესაძლებლობად. მოდით ასევე ვიფიქროთ ზევას საქმიანობაზე 28 თებერვლამდე. და შენ და მე ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ იანვარში და თებერვლის დასაწყისში, როდესაც 2 ავიამზიდის დარტყმითი ჯგუფი იქნა გაგზავნილი. ეს ქმედებები ერთდროულად არ მომხდარა. მაგრამ ეს გადაადგილებები ასობით სხვა ამერიკული თვითმფრინავის გაგზავნა რეგიონში, ექსინუას სხვადასხვა ბაზაზე და მთელი დამატებითი შესაძლებლობები, რაც ამას მოჰყვა. როგორც ანტისარაკეტო თავდაცვის, ასევე დაზვერვის სფეროში, ძალების კონცენტრაცია მოხდა მინიმუმ 2-3 თვის განმავლობაში 28 თებერვლამდე. ეხლა ვისმენთ ცნობებს საზღვაო ქვეითა 1 ან 2 ექსპედიციური დანაყოფის შესახებ, თითოეულში 2500 საზღვაო ქვეითი მეზღვაური და სხვა ამერიკელი სამხედროა საბრძოლო ჯგუფებში. ეს ჯგუფები ან გზაში არიან, ან განლაგებულნი არაბეთის ყურეში.
ასევე ვისმენთ სხვა მედია საშუალებების ცნობებს იმის შესახებ, რომ 82 საჰაერო სადესანტო დივიზიის ბრიგადის ზომის დანაყოფი მზადყოფნაშია, ან უკვე სადღაც არის განთავსებული. ძირითადად მობილიზაციისთვის და ასევე ხმელეთზე გადასასვლელად რაიმე სახის სახმელეთო ოპერაციისთვის ან ოპერაციებისთვის. ეს იგივე მოვლენებია, რაც 28 თებერვლამდე საზღვაო და საჰაერო ძალებში ვნახეთ, ახლა კი იგივე სახმელეთო ჯარებში, მათ შორის საზღვაო ქვეითთა კორპუსსა და არმიაში. შევლენ თუ არა ისინი, ჯერ არ ვიცით, თუმცა შესაძლებლობები უკვე განლაგებულია როგორც კამპანიის დაწყებამდე. გამოიყენებენ ამას თუ არა. ეს კვლავ რჩება მთავარ გაურკვეველ კითხვად. ვაქვეყნებ ამას აქ, სინამდვილეში ეს ტრეი იანგსისგანაა, Fox News-იდან. ის ჩვენი მეგობარია იქ და აგროვებს უახლეს ინფორმაციას ისრაელიდან. ის ამბობს, რომ 100 კეგა ქობინი გამოიყენეს იმ ირანულ რაკეტაში, რომელმაც დღეს დილით თელ-ავივი დაარტყა. ზიანი მიადგა საცხოვრებელ რაიონს. შეგიძლიათ ახსნათ, რატომ ახერხებს საჰაერო თავდაცვის სისტემა ბევრი რაკეტის ჩამოგდებას, მაგრამ მაინც ხდება თავდასხმები და დაშავებულები, მაგალითად თელ-ავივში და სხვაგან. ეს ანტისარაკეტო თავდაცვის მთავარი გამოწვევაა, მიუხედავად სისტემების ეფექტურობისა. მთელი გასული თვის განმავლობაში ხდებოდა როგორც ისრაელში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში გამოიყენეს საკუთარი ან აშშ-ს მიერ მიწოდებული შესაძლებლობები, ან ამერიკულ ბაზებზე არსებულები. გამოთვალეთ ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი. ეხლა ყველა მონაცემი არ მაქვს, მაგრამ ეს მაჩვენებელი მინიმუმ 90%-დან 98-99%-მდეა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან ეფექტურობასა და შესაძლებლობებს აჩვენებს. თუმცა მიუხედავად ამისა, ირანის მიერ ათასობით იარაღისა და რაკეტის გაშვების შემდეგ, სამწუხაროდ ზოგიერთმა მათგანმა ანტისარაკეტო სისტემების გადალახვა მაინც შეძლო. ბალისტიკური რაკეტის ტრაექტორია განსხვავდება დრონის ტრაექტორიისგან, რომელიც დაბლა და ნელა დაფრინავს. ზოგჯერ დრონები გაივლიან, რადგან მათ ბალისტიკურ რაკეტებთან შედარებით განსხვავებული ბანსხვალი ფრენის პროფილი ან რადარის სიგნატურა აქვთ. რაც თეორიულად შეიძლება ბევრად უფრო ადვილი იყოს ჩამოსაგდებად თანამედროვე ტექნოლოგიებით. და კიდევ რამდენი დრონი დარჩა ირანს, რომელიც შეიძლება გამოიყენონ, რაც სხვადასხვა ტიპის დატვირთვას ნიშნავს მათ წინააღმდეგ. ეს ღია კითხვაა. ბალისტიკურ რაკეტებთანაც კი, თუ ჩაჭერის მაჩვენებელი 98%-ია, ზოგს მაინც გამოსდის გასვლა. ეს ახლახან არ დაწყებულა, ამას უკვე ვხედავთ. 2025-ში ირანმა ისრაელზე წარმატებულად მიიტანა იერიში, რასაც მოჰყვა დაღუპულები, დაჩრილები და განადგურება. ეს უბრალოდ ამ ტიპის კონფლიქტის მდგომარეობაა, სადაც ერთ მხარეს ამ ტიპის შეიარაღების მნიშვნელოვანი მარაგი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეიარაღების უმეტესობა იჭრება, რაკეტების რაოდენობა, რომლებიც იჭრება, მაღალია, მაგრამ სამწუხაროდ ზოგი მაინც ახერხებს მიზნამდე მიღწევას. და რა თქმა უნდა, ეს იყო ის, რაც ვიხილეთ და რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ, მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი დაიწყო. ეს რაკეტები, რომლებმაც დააზიანეს საცხოვრებელი უბნები, ასევე არის კომპანიები, რომლებიც დაზარავდნენ. რას ვეუბნება ეს ირანის მიზანზე? დაგდან ერთი რამ, რასაც ვისმენთ როგორც შეერთებული შტატებისგან, ასევე ისრაელისგან არის ის, რომ ისინი ამ სამხედრო ობიექტებს ესვრიან. ეს რაკეტები ისრაელში საცხოვრებელ და სამოქალაქო უბნებს აზიანებენ. ირანმა კონფლიქტის დასაწყისიდანვე სამიზნეების სპექტრი გააფართოვა. მათ განაცხადეს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტების დაზიანებას ცდილობდნენ, ზევას ან ისრაელის მხარეს. ყველამ ვიხილეთ თავდასხმები, ფრთოსანი თუ ბალისტიკური რაკეტებით ან დრონებით და ისინი ამას ბევრად გასცდნენ, რათა სამოქალაქო სამიზნეები დაეზიანებინათ. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიც, ჩემი აზრით რამდენიმე დღის წინ ირანის ბირთვულ რეაქტორზეც იყო ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის მცდელობა, დიმონას ობიექტი ნეგევის უდაბნოშია. ნახეთ, რომ ირანმა გააფართოვა სამიზნეების სპექტრი, რაც ალბათ ისლამური რევოლუციური გვარდიის სარდლობის სტრუქტურიდან მოდის. ისინი მარხავენ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე დრონების პროგრამებს და ახლა მათთვის საზღვრები აღარ არსებობს. რადგან ასე ძლიერად ურტყამენ, ალბათ ფიქრობენ, აქაც ასე გვიტევენ.
მოდით მოვიხსნათ ხელთათმანები და რაც შეიძლება მეც სამიზნეს დავარტყათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც საჰაერო თავდაცვა არ აქვს. ალბათ ეს ირანული მხარის აზრია. რა არის ის და ეს ყოველთვის ჩემი ბოლო კითხვაა თქვენთან? რას დააკვირდებით მომდევნო საათებსა და დღეებში? გარდან ერთი რამ, რა თქმა უნდა, იქნება თუ არა რაიმე სახის შეთანხმება, რაიმე სახის გადაწყვეტა, რომელსაც ვიხილავთ ზევასა და ირანს შორის. და რა როლი შეიძლება ითამაშოს ისრაელმა ამ ყველაფერში? მაშ, რას აკვირდებით ზუსტად? ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. შაბათ-კვირას მოვისმინეთ პრეზიდენტი ტრამპისგან, რომ ირანს ჰქონდა 48 საათიანი ფანჯარა, რათა შეეწყვიტა ბრძოლა. თუ არა, ის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს დაავალებდა მთელ ქვეყანაში. მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან გუშინ პრეზიდენტმა ტონი შეცვალა და თქვა, ირანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები 5 დღით შეჩერდება. მაგრამ შეცვლის ეს ირანის ქცევას. და 5 დღიანი ვადა ამოიცურება. თუ ეს მოხდება, პრეზიდენტი ტრამპი მაშინ შეასრულებს იმ მუქარას, რომელიც შაბათ-კვირას გააკეთა. ეს არის ის საკითხები, რასაც ყველა უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ. ირანელებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ არც დიპლომატია და არც სერიოზული დიალოგია. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამბობს, რომ ორივე მხარეს სხვადასხვა ნარატივია, ჩვენ ვახსენეთ სახმელეთო ჯარების გამოყენება, მაგალითად, თუ საზღვაო ქვეითები ხარგის კუნძულს აიღებენ, ან 82 საჰაერო სადესანტო დივიზია ირანში შევა, ეს ყველაფერიც კონფლიქტზე იმოქმედებს. ასე რომ ეს არის რამდენიმე რამ, რასაც მოგვიწევს დავაკვირდეთ. ჯავადალი, მადლობა რომ ჩვენთან იყავით და სიახლეები გაანალიზეთ. რადგან ისინი არ ჩერდებიან, მალე ისევ დაგიკავშირდებით. ფსუთ რამე დაამატოთ? დიახ, ჯოში, ბევრ თემას შევეხეთ და მოვლენები სწრაფად ვითარდება. ველოდები ჩვენ შემდეგ საუბარს. კარგია ჯავად, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მადლობას გიხდით. კარგი, მადლობა ჯოში. ჩვენ გავაგრძელებთ ოპერაცია ეპიკური რისხვისა და ოპერაცია მბრუინავი ლომის მონიტორინგს. როგორც კი ინფორმაცია შემოვა. აქ Fox-ის Live Now-ზე, რასაც ახლა ხედავთ, პირდაპირ ისრაელის საომარი ოთახიდან მოდის. ეს არის პოსტი, რომელიც ახლახან გამოჩნდა აქ, სასწრაფოდ. ლიბანიდან ცნობებით ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლასთან დაკავშირებულ საწვავის სადგურს დაარტყეს. მას შემდეგ, რაც მსგავსი ობიექტები დაიბომბა. ქსელი წარმოადგენს ჯგუფის ფინანსური და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ნაწილს, რომელიც შემოსავალს ქმნის და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ტერორიზმს მხარს უჭერს. აქ ბევრი ახალი ამბავი შემოდის. როგორც რამდენიმე წუთის წინ გავიგეთ ინტერვიუს დასაწყისშივე, ეს ბოლო წუთის ამბავია. პირდაპირ ეთერში უყურებთ ბეირუთს. იმ დროს ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის ელჩი გააძევა და კვირამდე ქვეყნის დატოვების ვადა მისცა.